ახლა ჩვენ უნდა ჩავატაროთ ექსპერიმენტი, რომლის სახელწოდებაც არის ჯინი ბოთლში. ამისათვის კი გვჭირდება კონუსური კოლბა 100 მl მოცულობის. რეაქტივებად აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ამ ექსპერიმენტისათვის წყალბადის პეროქსიდი 25%-იანი და მანგანუმის ოქსიდი 1 გრამი. პეროქსიდი კი სადღაც 50 მl ეს თვითონ რეაქციის მსვლელობა გვიჩვენებს. ამისათვის ექსპერიმენტის ჩატარებისათვის მოდი ავიღოთ აი ეს მანგანუმის ოქსიდი, როგორც ხედავთ არის შავი ფერის კრისტალური ნივთიერება. ესე ვათავსებ. ეს არის 2 გრამის რაოდენობის. შევეცადოთ, რომ ჩვენი ეს მანგანუმის ოქსიდი სრულად ჩავყაროთ. ცოტა შევაქანოთ, რომ აი მანგანუმის ოქსიდმა კოლბის ძირი მთლიანად დაფაროს. შემდეგ კი ეტაპობრივად დავასხათ წყალბადის პეროქსიდი, რომელიც არის 25%-იანი, როგორც ვთქვით. როგორც ხედავთ, რეაქცია წარიმართა მყისიერად და რეაქციის შედეგად გამოიყო თეთრი კვამლი. ეს კვამლი შეიცავს როგორც ჟანგბადს, ასევე წყლის ორთქლს.